ზემოდან რომ გადახედოთ აჭარას, გაგაოცებთ დასახლებათა მრავალსახეობა. ბარის სწორხაზოვან, ქუჩისპირას ჩამწკრივებულ სახლებიან სოფლებს მთის კალთებზე შეყუჟული დასახლებები ცვლის. ზოგან სერებზე გაფენილი, ზოგან კი ამფითეატრულად განლაგებული სახლებით. დასახლებათა ასეთი მრავალფეროვნება განსხვავებული გეოგრაფიული და სამეურნეო პირობებით იყო გამოწვეული. იმავდროულად მასში აირეკლება მეურნეობის ფერმები და ტრადიციული სოციალური ურთიერთობები. აჭარაში დღემდე ცოცხალია მიწადმოქმედებისა და მესაქონლეობის საინტერესო სინთეზი. დასახლების ფორმებში თვალშისაცემია სახნავს სათესი სავარგულებისა თუ საძოვრების, დაცული ტყეებისა თუ ქარსაფარი ზოლების საინტერესო თანაარსებობა, რაც დასახლების ფორმათა მრავალფეროვნებას განაპირობებდა. გზა, რომელსაც ეხლა მივუყვებით, ისტორიულია და ძალიან მნიშვნელოვანი თავისი დატვირთვით. არქეოლოგიურადაც დადასტურებულია მისი სიძველე, თუმცა მიუხედავად ამისა, საინტერესოა ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება. მათ მეხსიერებაში შემოინახა, რომ ეს გზა ნიკოლას დროიდან მომდინარეობს და ადგილობრივი მოსახლეობის ხელითაა გაკეთებული და უამრავი ამის ფაქტობრივი მასალაცაა დადასტურებული თუ როგორ ხდებოდა ამ გზის გაყვანა. ეს გზა მიგვიყვა ჩვენი სოფლებში, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილი არის ძველი ხალხური ტრადიციული აჭარული საცხოვრებელი. ბატონო, რომელ პერიოდში ახლა ეს მასალები მომზადებული თქვენს მიერ არის, არა? ეს ჩანახატები გაკეთებული. ნახატები გამოწყებული მაქვს 72 წლიდან. და მე ინსტიტუტში მოსული ვარ 91 წლიდან და ინტენსიური ნაშრომები მე მაქვს შექმნილი. ბატონო გზარმა ერთად მუშაობდეთ. კონსტრუქციას დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორი კონსტრუქცია შენდებოდა, როგორი იერსახე ჰქონდა, უძველესი საცხოვრებლები მოახდია ჩვენამდე. ეს არის რაღაც უნიკალური შემთხვევა. შემორჩენილია უძველესი სახლები თურქეთში ჩვენ ყოფილ ტერიტორიაზე. მაგრამ ისე მიტოვებულია უყურადღებოთ, რომ ისე გაქრება, რომ ვითომ წარაფერი. ჩვენთან ღმერთს მადლობა დასული არის და ხელშემწყობი პირობები არის, რომ სახლმა თავისი სიცოცხლე გააგრძელოს. გეოგრაფიულმა ლანდშაფტმა და აჭარისთვის დამახასიათებელმა ვერტიკალურმა ზონალობამ აქ განსხვავებული ტიპის დასახლების ფორმების ჩამოყალიბება განაპირობა. საცხოვრისთან დაკავშირებული ტრადიციული კულტურის ელემენტები ყველაზე უკეთ მთიანეთმა შემოინახა. ბატონო გზა, ნახეთ ადამიანს სქემა გვაქვს მოცემული საცხოვრებელი ზონება დაყოფასთან დაკავშირებით და ამ სქემაზე საინტერესოდ არის გამოყოფილი სამი ნაწილი. აჭარის მაღალმთიანეთი პირველი ზონა, შემდეგ მეორე ზონა ბათუმი და ხევაჩაურის მიდამოები და ქობულეთის მიდამოები. ზოგადად აჭარა გამოირჩევა დასახლების სტრუქტურის თვალსაზრისით მრავალფეროვნებით. რა ფენომენთან გვაქვს საქმე და რითი არის ეთნოგრაფიულად ეს საინტერესო. დასახლების ფორმების შესწავლის გარეშე შეუძლებელია გაიგო ამა თუ იმ კუთხის რეგიონის შინაარსობრივი მხარე. ნებისმიერი დასახლება ინახავს ინფორმაციას როგორც წარსულის შესახებ, ასევე ის ასახავს თანამედროვეობის პროცესს. ანუ მთლიანი ეს ცხოვრებისეული პროცესები დაწყებული უძველესი პერიოდიდან მიმდინარე თანამედროვეობაში დასახლებაში აისახება. აჭარა ახლა თანამედროვე ტერიტორიულ-ადმინისტრაციული გაგებით მოიცავს თას, მაღალმთიანეთს, ხალხური ტერმინოლოგიით ზეგანს და კიდევ უფრო ალპურ ზონას, ზემოთ რომ ავიდეთ, მთისწინეთს და ბარში შავი ზღვისპირა ზოლს და ეს ამ ზოლად დაიყო. დასახლების ფორმები რაღაცნაირად აქ განსხვავდება. მაღალმთიანეთში ძირითადად დასახლებები არის სერებზე წარმოდგენილი. ანუ ერთი მხრივ ის გადახურებს ხეობას, მეორე მხრივ უყურებს გზას, ხო? და აი ესეთი დასახლების ფორმა ლიტერატურაში ჩვენ ასე დავარქვით მას, სერული დასახლება ზოგადად.
შემდგომში მუშაობის პროცესში გაირკვა, რომ სერულ დასახლებას შეიძლება ჰქონდეს კიდევ თავისი ჯგუფები, ანუ ფორმები ჰქონდეს და გამოიკვეთა აქ ერთი მხრივ წკრიული დასახლება, სერულ წკრიული, ესეთი იგი. აი ეგ როცა სერზე მწკრივად არის, არა, საცხოვრებლები ვინ არიან ეს ამ საცხოვრებლების ეს განაყოფები არიან ერთი დიდი სახლებულიდან სეგმენტირებული ოჯახი. მე ამ შემთხვევაში ისტორიული დინამიკის მიხედვით საუბრობ და ერთი კერიდან ნაყარი ხალხი რომაა და რაღაც რომის შემდეგ უბანს ქმნის და თუ კი ესე გავაგზავნებ და ეგ მერე სოციალური ურთიერთობები მიდის და დასახლების აი ასეთი თავისებურებებიდან მთლიანი ეს ეთნოგრაფიული პანორამა და მთლიანი ეს სურათი, როგორც არის ეთნოგრაფიული სურათი, ზუსტად აი ამ საბუჯვლებიდან აღმოცენდება და წარმოიქმნება. გვაქვს სერულ ამფითეატრული, რომ ვთქვა, პირობითად ეხლა ამფითეატრული როგორ ეხლა სერებია და რაღაც გარედან ბუნებრივია, როდესაც შიგნით ახალ დასახლებაში ამას ვერ შენიშნავ, ხო, მაგრამ აი გარედან ჩანს, რომ ეს არის სერულ ამფითეატრული დასახლება, არის ბუდისებური აი მთიდან როდესაც მოდიხარ და მთის წინაზოლი ვთქვი, იქ უკვე შერეული დასახლებებია, შედარებით გაფანტული, ქუჩისპირული, ხაზოვანი დაუშვათ ესე შემდეგ. ეს შერეული დასახლების ფორმები შიგადაშიგ ჩანს ტრადიციის ძალით. დასახლების მუდმივ ფორმას აჭარაში სოფელი წარმოადგენდა. გარდა მუდმივი დასახლებისა, აჭარაში დროებითი, საგაზაფხულო და საშემოდგომო სეზონური დასახლებები, ფერდა, იგივე ყიშლა და თა, იგივე იაილაც იყო, სადაც საქონელი და მისი თანხმლები პირები თვეან თვენახევარი რჩებოდნენ. შემდეგ კი იაილაზე მესაქონლეთა ალპური ზონის დასახლებაში აინაცვლებდნენ, სადაც დღემდეა შემორჩენილი უძველესი ტრადიციებით ნაგები ჯარგვალური შენობის ერთეული ვარიანტები. აქ უფრო ფარდოდაა წარმოდგენილი ფიცრული სახლები. ყველაზე ძველი, ამაზე ძველი მთლიანად აჭარაში არაა. სადაც აგერ ორი კარი აქვს. ძის პროდუქტების შესანახი ოთახი აგერ, მეორე არის საქონლისადგომი და შვაზე ისა უბრალო ღობესავეთ. ხო, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანები ადრე საქონელთან ერთად ცხოვრობდნენ. ანუ ეს სახლები იყო ადრე ერთკამერიანი ოთახი, სადაც ჰორიზონტალურ განზომილებაში ადამიანი და საქონელი ანუ ერთად ცხოვრობდა. იმერეთში ამას ხსელურა სახლს ეძახდნენ ესეთი. ეს არის დაფიქსირებული ჩვენთან. დღეს სახლი ეწოდება არა მარტო საცხოვრებელ ნაგებობას, არამედ მის ერთ-ერთ ოთახსაც. საიდან მოდის ეგ ამბავი? საინტერესო. ეს მოდის იმიტომ, რომ ადრე საცხოვრებელი იყო არა რამდენიმე სეგმენტიანი, ოთახებად სეგმენტირებული, არამედ როგორც ბატონი ჯემალი საუბრობდა, ერთკამერიანი, ერთგანზომილებიანი სახლი იყო, სახლი ქვიოდა. შემდგომში როცა სახლმა კონსტრუქციულად შეიძინა მრავალფუნქციური დანიშნულება, ოთახების სახით, სართულების სახით, ეს სამყოფი, ძირითადი სამყოფი, სადაც კერა მდგომარეობდა, გავრცელდა მთლიან საცხოვრებელ ნაგებობაზე. დღესაც აჭარაში სახლი ქვია სამყოფ ოთახსაც, ერთ-ერთ ოთახს და ამავე დროს მთლიანად საცხოვრებელ ნაგებობას. ეს არის უძველესი ტერმინოლოგიური სემანტიკა, რომელიც საცხოვრებელი ნაგებობის აღნიშნულმა სიტყვამ გაიარა. ჩვენთან უძველესი სახლის სახეები, საცხოვრებლის სახეები ჯარგვალი იყო. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის რომაელი არქიტექტორი ვიტრუვიუსი მიუთითებდა, რომ ძველი კოლხები იყენებდნენ ძელების ურთიერთჭდობით გადაბმის ტექნიკას ჯარგვალურ სამშენებლო ხელოვნებაში. აჭარაში გავრცელებული იყო ორი სახის ჯარგვალური საცხოვრებელი. უფრო არქაულია ძირთული ჯარგვალი, რომელიც წარმოადგენდა ერთსართულიან საცხოვრებელს ბოსელთან ერთად. აჭარაში გავრცელებულია სამი ტიპის საცხოვრებელი ნაგებობა: აჭარული, ლაზური და ოდასახლები. გვხვდება შერეული დაგეგმარების მქონე ნიმუშები, მაგალითად ლაზურ-აჭარული. ხეთყიდ მდიდარ აჭარაში სახლები ძირითადად ხისგან შენდებოდა. საშენი მასალის დასამუშავებლად კი არჩევდნენ
აპრილ-მაისიდან ზამთრის დადგომამდე პერიოდს. აი არის ნაძვი. ნაძვი. ყველაზე კარგი ალბათ კედლის მშენებლობისთვის ნაძვია. სახლია თუ ერთოთახიანია რაღაც? ერთოთახიანია. ამას ღოჯე ხქვია, ხო, აგერა? სახლა შენებაზე დავაკრათ და დაუპრესოთ. ის ჩივებია გაკეთებული ხომ კედელმა დაიჭიროს ერთ. ჩივებია გაკეთებული სიმყარისთვის ეგ. ყოლაუზე იმისთვისა ალბათ რომ ეს არ გააფუჭოს ეს პირი ფიცრისა, ხო? არ გაგვიფუჭოს, აგი მარტო. თან ეთქვა მაგარი ხეა ეგა, ხო? რა უნდა იყოს? წაბლი? მაგი არის მუხა. მუხა. საცხოვრებელთან დაკავშირებულ რიტუალებში და ტრადიციებში ფაქტიურად ასახულია ყველა ეტაპი რაც არის. ყველა ეტაპი რაც ხალხური რელიგიური აზროვნების ყველა ეტაპი და საძირკვლის ჩაყრიდან იწყებოდა ეს და თითოეულ ეტაპს თავისი რიტუალი და წესჩვეულება ახლდა. ადგილს როცა არჩევდნენ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორი ადგილი იყო, იმიტომ რომ თუ როგორც ამბობენ არჭარაში, ეს იყო ნაბედვარი ან ნაწყევარი და რაღაც უბედურებასთან დაკავშირებული, ან სიკვდილიანობასთან დაკავშირებული ტერიტორია იქ სახლს არ ააშენებდნენ. გარდა ამისა, სხვა რიტუალებსაც აკეთებდნენ, მაგალითად, რომ შეერჩიათ კარგი სამოსახლო, გათხრიდნენ პატარა მიწას და დადებდნენ ქვას. რამდენიმე დღის შემდეგ თუ ქვის ქვემოთ ჭიაყელა იქნებოდა, იქ სახლს არ ააშენებდნენ, იმიტომ რომ ეს ნესტიანი ადგილი იყო. ძალიან საინტერესო არის, როგორ სრულდებოდა სახლის მშენებლობა, ხო? სრულდებოდა ძალიან საინტერესო რიტუალით, რომელსაც ერქვა ბაირაღის აღმართვა. და ამაში მონაწილეობდა უკვე არა მხოლოდ ოჯახი, არამედ სოფელი, თემი მონაწილეობდა. იმიტომ რომ ეს იყო სასიხარულო მოვლენა სახლის აგების დასრულება არა მარტო ამ ოჯახისთვის, არამედ მთელი სოფლისთვის. და ძალიან საზეიმო ვითარებაში აღნიშნავდნენ კიდეც ამას. ეს ბაირაღი იყო ძალიან დიდი ზომის ნაჭერი, უკეთესი იქნებოდა თუ წითელი იქნებოდა, რომელიც განკუთვნილი იყო სახლის უსტასთვის, ანუ მშენებლისთვის იყო განკუთვნილი და როცა მოყავრა, ანუ ყავრით ხურავდნენ მაშინ და ასე ძახდნენ, როცა დასრულდებოდა მოყავრა, ანუ სახლის გადახურვა, ამის შემდეგ ეს ბაირაღი უნდა სახლის სახურავზე გამოეკიდათ სახლის ბედნიერების თვალი რომ არ წაეკრათ, ანუ ყველა საერთოდ იბრძნიდნენ ძალიან რომ შეიძლება თვალი წაეკრათ, ანუ თვალნაცემი ყოფილიყო და ეს ამისგან ძალიან ბევრ დასაცავ ელემენტს იყენებდნენ. თვალის წაკვრა. თვალის წაკვრა კი ასე ეძახდნენ. სათვალი რომ სამზადია, ხამზადებდნენ ეს შეიძლება ყოფილიყო წრიული საგანი, იმიტომ რომ ეს წრიული საგანი ითვლებოდა რომ დაიცავდა სახლს, ან ნარეკლისგან გაკეთებული, რომ დაეფრთხო თქვა ბოლოტი ძალები, ან იყენებდნენ თქვა საქონლის ქას და ასე შემდეგ. ტრადიციული აჭარული სახლი ორსართულიანი ფიცრული შენობაა. ჯერ კიდევ თედო სახოკია აღწერა თავისი ღორჯომელი მასპინძლის ხის ორსართულიანი სახლი, რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯალაბის ყველა წევრის ინტერესსა და მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. მთიანი აჭარისგან განსხვავებული ტიპი, ოდა სახლი იყო გავრცელებული ქვემო აჭარაში, განსაკუთრებით ქობულეთში, კინტრიშის ხეობაში და ბათუმისა და ხელოჩაურის მიმდებარე სოფლებში. კომპოზიციურად იგი კოლხურ ოდა სახლის დაგეგმარებას იმეორებდა. თავად სახლების ტიპს აქ არის რამდენიმე ტიპი. ზედა ზონაში არის გამორჩეული ეგრეთ წოდებული აჭარული ტიპის საცხოვრებელს ეძახიან. ეს საკმაოდ რთული კომპლექსია, რომელიც მოიცავს როგორც სამეურნეო, ისევე საცხოვრებელ სათავსებს და ზოგადად აქვს ესეთი ვერტიკალური ორგანიზაციული სტრუქტურა, ქვემოთ შეიძლება იყოს ღალხამის სართული, პირველი სართული ეს არის ახორი, მეორე სართული არის საცხოვრებელი, რომელსაც აქვს ახასიათებს ეს დერეფნის ორ მხარეს ოთახების სეგმენტაცია და გარდა ამისა აქვს თავანის სართული ზამთრის მერლისთვის. როგორი ოთახებია, იცით, განაწილებული ეს გახლავთ საუფროსო სახლი და სამზარეულო, ახალ დაქორწინებულთა ოთახი, რა თქმა უნდა არის სარძია, სადაც ინახავენ პროდუქტს და მეორე ზონაში, აი პროს ქვემოთ ბარისკენ, ანუ ეს მხედველობაში ქედის, ხელვაჩაურის მიდამოები, იქ უფრო მეტად შერეული სამშენებლო ტექნიკაა გამოყენებული. პირველი სართული არის ქვის
პალატები და მეორე სართული ჩვეულებრივად ხის, მაგრამ აი ამ ხის პალატებში მარნებია გამართული და ეს ნიშნავს, რომ ეს ტრადიციული დარგი იყო მევენახეობა აჭარისთვის, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებისთვის. ზოგადად ამ სახლებს აქვს ზოგჯერ ვერანდებიც, აქვს გასაოცარი მდებარეობა შიფერდებაზე და აქედან ჩანს ხეობების თვალწარმტაცი ხედები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საცხოვრებელი ნაგებობის სრულიად განსხვავებული ტიპია ლაზური სახლი. ლაზები არა მარტო განთქმული ხით ხუროები, არამედ ხალხური ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ნიმუშის, ლაზური სახლის შემოქმედნიც იყვნენ. სახლის ამ ტიპმა სახელწოდება მიიღო არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მშენებლები ძირითადად ლაზი ოსტატები იყვნენ, არამედ იმიტომაც, რომ მათ ხის კონსტრუქციაში ჩასმული ქვებით შექმნეს ტრადიციული სამშენებლო ხელოვნების უნიკალური სტილი. დოლმიანი, ტოლმიანი სახლი, იგივე ფახვერგი. ლაზი ხუროები ერთმანეთში ჭდობით ჩამჯდარი ხის ლარტყებით ქმნიდნენ ოთხკუთხოვანი კვეთის მქონე ბადისმაგვარ კონსტრუქციას, რომლის თითოეულ კვადრატში აჭარის წყლის, ჭოროხისა და ზღვის სანაპიროებზე მოპოვებული ბრტყელი რიყის ქვები იყო ჩასმული. ლაზური ტიპის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მართლა ძალიან საოცარი მოვლენაა და ოხოი, ასე ქვია ამ საცხოვრებელ სახლს, ერთსართულიანი ან ორსართულიანი ნაგებობა, ქვედა სართული არის ქვის და ზედა სართული ხის და მას გააჩნია ესე დიდი საჯალაბო ოთახი, რომლის ცენტრში იყო კერა. მაგრამ შემდეგ ეს კერა გადადის უბრალოდ ბუხარის ადგილას და ბუხარი ხდება ამ სახლის საკრალური ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და მინდა გითხრათ, რომ ლაზური ბუხარი განსხვავდება დასავლეთ საქართველოს, აი კოლხეთის ბუხრებისაგან, მას აქვს ესეთი თაღოვანი, აი ნახეთ ესეთი თაღოვანი გადახურვა, არა აქვს ის ტრადიციული არქიტრავი და თარო და ეს სპეციფიკური ძალიან საინტერესო მყარი ნაგებობაა და გამორჩეულია თავისი სამშენებლო ტექნიკით. ხის სახლ-მშენებლობის ძველი კოლხური ტრადიციები ლაზმა ხელოსნებმა ახალ საფეხურზე აიყვანეს და ისეთი დახვეწილი ფორმები შექმნეს, რომ მთელ საქართველოში მეტად მოთხოვნადი გახადეს ლაზური ტიპის სახლი. ამიტომაცაა, რომ უძველესი ლაზური არქიტექტურით შექმნილი სახლები უხვად გვხვდება მთელ აჭარაში. ლაზური სახლი განსხვავდებოდა დაგეგმარებითაც. მასაც არა აქვს შუადერეფანი. სახლის ცენტრალური ადგილია ერთი დიდი ოთახი, საიდანაც გადიხარ სხვა ოთახებში. აჭარაში გვხვდება შერეული ტიპის სახლებიც. ლაზი ოსტატები მთელ აჭარაში აგებდნენ საცხოვრებლებს, ამიტომ მათი ნაშენები სახლები აჭარის სოფლებშიც მრავლადაა. ასეთი სახლის საინტერესო ნიმუშია ჭინკაძეებში. საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობებთან დაკავშირებით საინტერესო იქნება ბატონ ჯემალ მიქელაძისთან კონსულტაციები. აი ერთი ნაშრომიც ბოლო პერიოდში აქვს ბატონ ჯემალს გამოქვეყნებული უძველესი და უნიკალური სახლი სოფელ ჭინკაძეებში. აქ მოცემული არის ძალიან მდიდარი ვიზუალური მასალა და ნაშრომში ავტორი აღნიშნავს, რომ ეს სახლი თავისი სამეურნეო ნაგებობებით და ეზომით დამოთი ფაქტობრივად ეთნოგრაფიულ მუზეუმს წარმოადგენს ღია ცის ქვეშ. აქ ისეთი დაგეგმარება, რომ თავისუფლად არის სასტუმრო სახლი, თავისი შესასვლელი აქვს, ყველაფერი იზოლირებულია. მას შეუძლია იცხოვროს როგორც მას სურს ისე, არანაირი ხელშეწყობა შეშლა არ არის და ოჯახი ეხმარება. ეს კონსტრუქცია და უბრალოდ დაგეგმარება უნიკალურია. ახლა რა შეეხება აი ამ უჯრედებს, ეს სახლი გაკეთებული არის ფაქტობრივად როგორც ციხესახლი. ადრეული ვითარება ისე იყო, რომ ისრით როცა მოდიოდა მტერი ისრით ცეცხლს უყიდებდა სახლს. ის რომ ისროდა ის არის წაკიდებული ქონდა ცეცხლი და სახლი შეუძლია დამწვარიყო. მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ მოიგონეს ისეთი საინტერესო პროცესი, რომ იმ 4 უთხედებში ქვები ჩასვლეს. ქვები რომ ჩასვლეს უკვე ციხესახლია. ნებისმიერი ესე იგი მტრის შემოცევა ამ სახლს ვერაფერს ვერ უშვება. ეს არის უნიკალური საფეხური. მაგრამ არა მარტო ამ ფუნქციით, კიდევ სხვა დანიშნულებაც ჰქონდა, როდესაც ჩარჩო კარკასიანი ლაზურ სახლებს მიყვება ამ ტიპის. ლაზური სახლები.
ჩვენ ახლა მოვედით სოფელ ზუნდაგაში, სადაც ძალიან საინტერესო საცხოვრებელი სახლი და კულტურის სხვა ნიმუშები ვნახეთ, მაგრამ მათ შორის საინტერესო და განსაკუთრებულია ყორე, რომელიც იყო საკმაოდ ტრადიციული ზღუდე ერთგვარი ღობე და მის გვერდით არის საინტერესო კონტრასტი სარის ღობე. თუმცა ეს სარი არ არის ტრადიციული, რომელიც არამედ არის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დახერხილი, თუმცა ძალიან საინტერესო თანხვედრაა ძველისა და ახლის. აგერ გამოჩნდა კიდეც ეს ჩვენი საცხოვრებელი სახლი და მოდი ვნახოთ ახლა როგორაა იგი და რა შემორჩა მასში. გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით? რამდენად ძველია, რა გვახსოვს ამ სახლზე? 1875 წელში არის ლაზი მოხელეების მიერ აგებული ეგ სახლი. 1875 წელი არქივის წლობით. ქვა საიდან მოქონდათ? ალბათ აჭარის წყლიდან. და მასალა, თქვათ, ხის მასალა რისგანაა? არის წაბლი და მუხა. წაბლი და მუხაა გამოყენებული. ეგ მასალა აქ ადგილობრივადაც იყო, ხო? ესე იგი დიდი შორიდან მოტანა არ დაჭირდებოდათ. ბუხრები თუ აქვს შემორჩენილი? ეხლა თანამედროვე სტილი არის და ბუხრები გავაოქმეთ. რა აქვს კიდე ამ სახლს ისეთი, რომელიც ძალიან ძველია და საინტერესოა, მაგალითად ხელის დასაბანი, ან ის ბუხრის ქვები შემონახული ხო არ გაქვთ? ერთი ბუხრის ქვა აგერ მაქვს. ნახოთ აბა შეიძლება, ხო ალბათ? არის ძირითადად შიგ იყო კედელში ბუხარი, ბუხრის გვერდზე იყო ხელსაბანი და წყლის გამონადენი მილი არის ეგი, ფულონგი. ასეთი ფულონგებით წყლები ქონდნენ მოყვანილი. და ბუნებრივია სახლიდანაც წყალი, ზედმეტი წყალი გამოდიოდა გარეთ. სახლიდანაც ხელნაბარი წყალი გამოდიოდა გარეთ. ასე იგი ბუხრის ქვა სად გაქვთ? აგერ არის ბუხრის ქვა. მოხატულობა რამე არ აქვს. აგერ არის ძველი სტილი შემონახული. რა ქვია ამას? სახელი. გახსოვთ? ჩვენ ბუხარი ვიცით. ქემერი გაიგონიათ? გამიგონია, მაგრამ აღარ გახსოვთ. აღარ მახსოვს. კარგი, კარგი. ყველაზე საინტერესო არის მაგალითად ბუხრის ირგვლივ არსებული ადგილების განაწილება საქალებო და საკაცებო მხარეებად, რომელიც ზოგად ქართულიც არის და აჭარაშიც ქონდა ჩვენ მაგალითად. ანუ ბუხარი არის გამსაზღვრელი. მარჯვენა ნაწილი ყოველთვის თქვა სამამაკაცო იყო და თქვა ასაკოვანი ადამიანებისთვის, მარცხენა უფრო საქალებო მხარეთ იყო და ამასაც უძველესი ფესვები აქვს, ძალიან რწმენა წარმოდგენებიდან მოყოლებული ბუნებრივია. აქ არის ძალიან საინტერესო მაგალითად საახალწლო რიტუალებში ცხრის შემოყვანა და თქვა კერის ირგვლივ შემოტარება, როცა კერა აღარ იყო ბუხართან მიყვანა, პატარძლის ზიარება ოჯახთან მაგალითად თაფლიან ან ცომიან ხელს მაგალითად ბუხრის ქვაზე, აი ეს ბუხრის ქვაზე რო ჩამოუსვემ და მესაქონლეობასთან დაკავშირებით მაგალითად კი ბოსტობის რიტუალის ნარჩენები სწორედ ბუხართან არის დაკავშირებული. და ზოგადად რომ ბუხარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის ცხოვრებაში, თუნდაც იქიდან ჩანს რომ ყველა საკითხი რაც ოჯახს ეხებოდა, წყვებოდა აი ამ ადგილას. საუფროსო ბუხართან განსაკუთრებით, ხო? იყო სახლები, რომელსაც ყველა ოთახში ჰქონდა ბუხარი, თემო იყო ასე. კი, იყო. და კიდე ძალიან საინტერესოა რომ იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ბუხარი, რომ არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ ახსოვს ვინ ააშენა მისი ბუხარი. ხო? ზითად ლაზი ოსტატები აკეთებდნენ, თუმცა აჭარაშიც იყვნენ მებუხრები და არაჩვეულებრივი ორნამენტი, შემკულობა, რაშიც ჩანს წენა წარმოდგენები, არა მარტო სილამაზისთვის, არამედ ეს ყველაფერი კეთდება, იმიტომ რომ მას აქვს რიტუალური დატვირთვა, იმიტომ რომ ეს არის ტრადიციული აჭარული სახლის ბუხარის შემოინახა სიცოცხლის ხის ძალიან საინტერესო მრავალფეროვნება. მაგალითად, ერთ-ერთი ნიმუში ყოროლის წყლის ხეობაში გვაქვს ფაღავების ტრადიციულ სახლში არის, სადაც ჩანს ქვესკნელი, შუასკნელი, ძესკნელი და ეს სიცოცხლის ხე, რომელიც იზრდება სურიდან, ანუ მიწიერი სამყაროდან, ზემოთ რო ადის უკვე, იქ ჯვრები აქვს მოსხმული. ძალიან საინტერესო კომპოზიცია და უძველესი ზოომორფული სიმბოლიკა, მცენარეები, ცხენი გვხდება, ცხენზე ამხედრებული პატარძალი გვხდება, ვარსკვლავები. აჭარული კარმიდამო საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობათა კომპლექსს წარმოადგენდა. ზემო აჭარულ საკარმიდამო კომპლექსში ორი ეზო იყო.
უკანა სამეურნეო და წინა დეკორატიული ეზო, რომელიც სასოფლო გზას უკავშირდებოდა. ეზოები ერთმანეთისგან წნული ან მესრის ღობით იყო გამოყოფილი. სახლი ეზოში პირით დეკორატიული ეზოსკენ იდგა. სამეურნეო ეზოს სხვადასხვა კუთხეში იდგა ახორი, საბძელი, ბეღელი, ნალია ზოგჯერ საკათმეც. შეველითა. Haydi, erთხარო. ტრადიციულად ზემო აჭარაში ახორის სახლის პირველ სართულზე იყო გამართული და საქონლის სადგომს წარმოადგენდა. მოგვიანებით ახორმა სახლის პირველი სართულიდან კარმი დამოში გადაინაცვლა და დამოუკიდებელ სამეურნეო ნაგებობად იქცა. თუმცა მისი ფუნქცია და დაგეგმარება არ შეცვლილა. გარდა ახორისა სამეურნეო ეზოში იდგა ნალია, სასიმინდე. იგი ისეთივე წესებით შენდებოდა, რომელიც საერთოდ ხით-ხუროობაში იყო გავრცელებული. ნალიის იატაკი ხის მრგვალი ძელებისგან შედგებოდა, რაც ხელს უწყობდა ნალიაში ჰაერის ცირკულაციას. ამ მიზნით ფიცრულ ნალიას გამჭოლი არეები ფიცრებს შორის კედლებშიც ჰქონდა დატოვებული. ნალია მაღალ ბოძებზე იდგა. ბოძებს ჯერ ერგო ჰქონდა ჩამოცმული და შემდეგ ქირიშებით იყო შეკრული. ორგო ნალიას მღრღნელებისგან იცავდა. ეზოში გამართული ნალიის ქვეშა ადგილი სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენებოდა. აჭარული სოფელი წარმოუდგენელია წისქვილის გარეშე. სამოსახლო კომპლექსში იშვიათად შედიოდა წისქვილი. ოჯახებს ძირითადად ხელწისქვილები ჰქონდათ, მაგრამ საერთო წისქვილი ხშირად რამდენიმე ჰქონდა ყველა სოფელს. იყო როგორც ბუჭულა, პატარა წისქვილები, ასევე დიდი, დოლაბა წისქვილებიც. წისქვილს წყლის პირებში მართავდნენ, რადგან წისქვილის ქვები სიმაღლიდან ვარდნილ წყალს უნდა ებრუნებინა. სწორედ ასეთ წისქვილებში იფქვეოდა ის ჭირნახული, რასაც მთელი წლის ჭაპანწყვეტით მოიპოვებდნენ აჭარაში. სახლის, ნალიის, ბეღლის, წისქვილის ჩასარაზად აჭარაში ფართოდ გამოიყენებოდა ხით-ხუროობის ორიგინალური ნიმუში, დათვა ბოყვად წოდებული ხის საკეტი. მას პრაქტიკულ გამოყენებასთან ერთად ოჯახის დამცველის სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა. თორემ ამ ხის ბოქლომის გატეხვას რა უნდოდა, მაგრამ ხელს არავინ ახლებდა და არ იკადრებდა დათვა ბოყვათი დაკეტილის გაღებას. ამიტომ მას ნამუსის საკეთსაც ეძახდნენ. ჩვენ ფილმში აუცილებლად გამოვიყენოთ და ჩავთოთ, გამოგვადგება და ერთგვარი გზამკვლევიც იქნება ჩვენი ეთნოლოგიური ლექსიკონი. რამდენადაც ამაში თავმოყრილი არის ძალიან ბევრი ეთნოგრაფიული საინტერესო მასალა, ფოტომასალა, ვიზუალური, ასევე ტექსტობრივი, საცხოვრებელ სახლთანაც დაკავშირებით, ძალიან ბევრ სხვა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის თქვათ ლექსიკური ელემენტებიც არის მასში მოყვანილი. ლექსიკასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული ქალბატონ ნანო ნუღაიდას, სადაც მშენებლობასთან დაკავშირებული პროცესი თავიდანვე არის განხილული და ძალიან მდიდარი ლექსიკაც არის მოცემული. მშენებლობის ლექსიკა აჭარაში აი ასე ქვია მის უშუალოდ ნაშრომს და ფიქრობ აუცილებელია ქალბატონ ნანოსთან ამ საკითხთან დაკავშირებით მისი კომენტარი და შეხედულებები.
400-ზე მეტი ლექსიკური ერთეულია დაფიქსირებული თვითონ მშენებლობასთან დაკავშირებით და ძალიან საინტერესო მასალებია. აქ აღწერილი არის როგორ შეარჩევენ სამოსახლო ადგილს, შემდეგ როგორ შეარჩევენ სამშენებლო მასალას, როგორ მოიტანენ და ამზადებენ, როგორ დაიწყებენ მშენებლობას და ძალიან ბევრი სხვა საკითხი. მაგრამ განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამახვილო იმ მხატვრულ გამონათქვამებზე, რაც უკავშირდება სამშენებლო ლექსიკას. აი მაგალითად ასეთი კაც და კაც მოტანა. ადამიანები თუ კი ვერ მოახერხებდნენ მასალის მოტანას სახლამდე რაიმე საშუალებით, თქვათ ურმით ან სხვა რამეთი, მაშინ ერთმანეთს გადასცემდნენ რიგში ჩამდგარები მასალას და ისე მოიტანდნენ. ასევე საინტერესოა ასეთი გამონათქვამი, ქვამ მისი ადგილი იცნო. როდესაც სახლი შენდება, აუცილებელია მოიძებნოს ისეთი ადგილი, რომ საძირკველში ჯერ უნდა ჩაიყაროს ქვა და ეს ქვა უნდა მოთავსდეს ძალიან მაგარ მტკიცე ადგილას. და აი ქვამ თუ თავისი ადგილი იცნო, ესე იგი საძირკველი კარგად გაკეთდება. ასევე არის ცალპირა სახლი. ცალპირა სახლი ნიშნავს, როდესაც სახლს გაყოფა ძმების გაყოფა ხდება, სახლს გახერხავდნენ შუაზე და ერთი სახლის ნახევარი გადავიდოდა სხვა ადგილას გადააშენებდნენ იმას და მეორე რჩებოდა ადგილზე და ამას უწოდებდნენ ცალპირა სახლს. ასეთი ძალიან ბევრი ტერმინი გვაქვს შემონახული. შემიძლია მაგალითად ერთ-ერთი ტერმინი ასეთი დაგისახელოთ კელი, რომელიც ქართულ ზანური ურთიერთობის პერიოდს ეხება. ეს კელი შესული არის ბერძნულ ენაშიც კი. ეს კელი ნიშნავს მოკლე ფიცარს, რომლითაც აშენებდნენ კედელს ფიცარსა და კარსა და ფანჯარას შორის. ან და დააგრძელებდნენ, თქვათ, მოკლე ფიცარს მიაშენებდნენ მოკლე ან პატარა მეორე ფიცარს. და ეს კელი იმითაა საინტერესო, რომ ჩვენ გვაქვს ახალ ქართულში კლება, დაკლება და კელი თვითონ სიტყვა ქართულ ენას არ აქვს შემონახული. არც ერთ ლექსიკონში არ იზრდება თვითონ ეს სიტყვა, მაგრამ აჭარულმა ეს სიტყვა შემოგვინახა. ამ ხრივ საინტერესოა. აჭარაში თითქმის ყველა სახლში იყო სპეციალურად სტუმრისთვის განკუთვნილი ოთახი, მეიდან ოდა. აქ მუდმივად იყო შეშა ბუხარში, სანთელი ან ჭრაქი, სუფთა თეთრეულით გაწყობილი საწოლი, წყალი და ხილი მაგიდაზე, რადგან აჭარაში კარგად იცოდნენ, რომ სტუმარი ღოთისაა. ასე შემოგვაღამდა დღეს ჩვენ და დროა უკვე ვეძებოთ ღამის გასათევი მეიდან ოდა. ჩვენ ახლა მოვედით ერთ-ერთ ძველ სახლთან, სადაც აუცილებლად ექნებათ მეიდან ოდა და სადაც ჩვენ შევძლებ ღამის გათევას. ჩვენ მიმყოფებით ღორჯომის თემის სოფელ წინწკალაშვილებში, სურმანიძეების ოჯახში. ეს სახლი ამგვარისათვის ძირძველია, ძირისახლია, როგორც აქ უწოდებენ და არის ერთ-ერთი ტრადიციული აჭარული ტიპიური საცხოვრებელი, სადაც მეტნაკლები სიძველით შემორჩენილი არის მეიდან ოდა, იგივე სასტუმრო ოდა. გზაური იქნებოდა, შოედან გზაური იქნებოდა, მომსელი თუ მეზობელი იქნებოდა, თუ ნათესავი იქნებოდა. ეს ოთახი მინდოდა იყოს განსაკუთრებით სტუმრის, სხვა რავინეს არ. მისაღებადაც იყო და სტუმარი რამეს ათევდა და საწყობლათაც ამ ოთახში იწვებოდა. ამას გასასვლელიც ჰქონდა ამ ოთახს. დაკავშირებული იყო სტუმრისთვის მარტო ეს ოთახი. გაგვიმართლა რომ ამ ოჯახში მოვხვდით ასეთ სიძველეებში, არაჩვეულებრივია, ალბათ საუკუნეზე მეტი ხნის ეს სედრე, იგივე სექვი, ძალიან ფერადი და ტრადიციული ნაქარგობები და რა დღის ამ სუფრასთან მოხვედრა. იმდენად ფართოა და იმდენად ძველი, თუმცა ერთი ბზარიც არ აქვს და არაფერი ნაკლული ამ სუფრას, იმდენად კარგად არის შემონახული.
მადლიერი იქნები შევამჩნიო მეორე ხელმისთუმრები ალბათ. ყველაფერი რიგზე ახლა სიკეთე მოგცეს, ძალიან დიდ ხანს გაცხოვრობთ ამ ლამაზ სახლში. უდიდესი მადლიერებით, გემშვიდობებით.